მაგალითად რომ მე მივდივარ ვესალმები ვიღაცას უღიმი და ნუ იქედან ხდება რაღაცა საოცარი კედელი გულგრილობა ასეთ შემთხვევაში ხო გაკვირვება და გაგებაა მთავარი რომ მას რაღაც უჭირს და ეთანაგრძნობა ადამიანები ფაქტობრივად ჩვენ ხომ ჩვენი ინდივიდუალობით ჩვენა ვართ ჩვენ მე თქვენ თითოეული ჩვენთაგანი თავმოყვარეობა არ არის იცით როგორ არის თავმოყვარეობა არ ქონდა იმ ფილოსოფოს როცა დაინახა რომ ყურები თავის მაგივრებზე მას კარგი მხედველობა ქონდა ანუ მე რას ხედავ როგორ უნდა დავინახო ყოველივე ეს და ამ დროს როდესაც შენ უბრალოდ მოგეკიდებიან და წყენას მოგაყენებენ, ტკივილს მოგაყენებენ, აი იმისი გარდაქმნა რომ ხდება შენში, იმისი პირიქით გაგება რომ ხდება, რას გაძლევს შენ? ძალას გაძლევს. თვით შეფასებას, თვით დაჯერებულობას, აი ყველაზე საუკეთესო გაგებით. გაძლევს. იცით რა, ეს ამ წყლის გარდაქმნა, აი თქვენ რო წყლის გაგების პატარა რაღაც დეფიციტი გაუგებ ერთხელ, ორჯერ და მაინც არ დაიღალოთ ქალბატონო ხო მაგრამ აი ზუსტად ამაში საქმე შენაკეთებ იმას რაც შენ უნდა გააკეთო ეს გაძლევს ძალას უგუგება თუ არის იქ და ხომ ძალიან კარგი თუ არ არის შენ ხო შენსაც აკეთებ ანუ სიკეთე გააკეთებ ქვაზე დადე გაიარე წინ დაგხვდება აუცილებლად თუ არ შემთხვევაში ადამიანში ყოველთვის მოდი გულწრფელად ვილაპარაკოთ ადამიანში არის ხოლმე პატარა შურის ძიება შენ ასე მეც ასე და ასე შენ ეს გააჩნია უთელებასთან იცით რა არის რომ არ იყოს არც ამაზე არ იქნებოდა ლაპარაკი დიახ ეს რეალობა მაგრამ ჩვენ ლაპარაკობთ იმაზე რომ ურთიერთობის ხელოვნება რაშია და არც ისე მათ არ გვინდა მარტივად თქვათ ვერც რთულად ვერ ვიტყვით გადაცემის ფორმატი ხო არის ამის საშუალებას მაგრამ ის რომ მე ვარ პასუხისმგებელი ჩემი ქმედებებისა მე ჩემ თავს წარმოვადგენ ამ ურთიერთობაში ესაა მთავარი რა არის თანაგამცდელობა რა არის თანაგამცდელობა თანაგამცდელობა ის არის რომ მე შენი განცდა გავიზიარო შენი განცდა მე მივიღო მე აი ეს არის ის ყველაზე უმნიშვნელოვანესი რამ რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს როდესაც აი ნინო ლაპარაკობთ იმას რომ მე ხომ კარგს ვაკეთებ და ამიტომ უნდა გავაკეთო ეს ვერ გააკეთებ მაშინ აქ კითხვები აღარ არის რა თქმა უნდა შენ ვაკეთებ უგანსჯო განსჯების გარეშე არის შენში ეს მე ჩემს გამოცდილებაზე არა მხოლოდ ფსიქოლოგიის მეცნიერებიდან არა მხოლოდ იმ გამოცდილებიდან რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს აქვს და კაცობრიობის გამოცდილებიდან არამედ ყველას გვაქვს ჩვენ პირადი გამოცდილება ზოგჯერ იცით აი უთქვამ ჩემთვის ამას კი მაგრამ როგორ აკეთებ როცა ამ ადამიანმა შენ ეს გაგიკეთა და მე ხო ამ კითხვებს არ ვსვამ მე ხომ უფრო მეტი მაქვს გასაკეთებელი იმ ადამიანისათვის რომელიც მე ცუც მიკეთებს დაუშვათ და გულს მტკენს მაგრამ რასაკვირველია ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ის რომ შესაძლებელია როცა ცუც მიკეთებს მე კარგს და ასე თამაშობთ ამ მიმართებაში შეიძლება მე მისი ცუდი ქმედებები განვამტკიცო პირიქით ამითი ამიტომ აქ ბეწვის ხიძე გადის ადამიანი მე მგონი აქ ყველაზე დიდი როლი აქვს ეკლესიას ხო რომ მაინც სიკეთე უნდა გააკეთო სიკეთით უპასუხო რომ გაგარტყავენელო ხო მეორე მიუშვირო და ასე აი აქ მე იმიტომ ვამბობ ქალბატონო ნანა ბეწვის ხიძე გავდივართ თქო რომ შესაძლებელი არის რომ როდესაც რაღაც ისეთ მიუღებელს ვაკეთებ და მე ამითი დავსაჩუქრდები შენი კეთილგანწყობილებით ეს მიუღებელი საერთოდ გამტკიცდება ძალიან რომ გავამარტივოთ ლოთი არის ოჯახში რომელიც კი ბატონო არის აბათ ვერ აკონტროლებს საკუთარ თავს მაგრამ თავის საქციელი ცხოვრების წესით უნგრებს სხვებს ცხოვრებას ხო საკუთარ შვილებს საკუთარ მეუღლეს დედას და ასე შემდეგ მაგალითად
ან ქალბატონი ხო ხდება ხოლმე ასე რომ ქალებიც ხდებიან აი ამ საშინელი სცენის მსხვერპლნი. ისინი აღარ ფიქრობენ ამ შემთხვევაში შვილებზე და ბუნებრივია ამ შემთხვევაში შვილებს ბავშვებს აქვთ ყველაფრის პატიების უნარი ეს ის სიტუაცია როცა მშობლებს მართლა ყველაფერს პატიები იმიტომ რომ ეს არის უპირობო სიყვარულის რაღაცა მაგალითი ალბათ ამ დღევანდელ მდგომარეობაში ძალიან იშვიათი რომ ეს გრძელდება და გრძელდება ძალიან დიდ ხანს ღთაშნელებები უნდა გააკეთოს ალბათ მშობელმა იმისთვის რომ ბავშვის ის უარყოს და ამიტომ აი ეს მაინტერესებს აი ესეთი ტიპის ურთიერთობები შეიძლება რომ ხო აი რაღაცა ძალიან სპეციფიური რამ არის და ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისათვის რომ აი ამ შემთხვევაში ჩვენ ურთიერთობას ვამყარებთ ფაქტობრივ მოცემულობასთან რეალობასთან როგორ უნდა ვიმოქმედოთ ადამიანთან რომელიც არის ალკოჰოლისტი რომელსაც აქვს მიზიდულობა აი ამ ნეგატიურ ჩვევებთან და რომელსაც ახასიათებს არა შესაბამისი ქცევების შესაბამისად თავისი დაუშვათ ლუთობისა იგივე ნარკომანიასთან არ დაკავშირებული და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩვენი ქცევა არის რეალობასთან შესაბამისი. იქ არის რომ დახმარება სჭირდება ადამიანს პირველი ესაა ურთიერთობა რომ ჩვენ ვიცოდეთ აქ ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ ანუ ურთიერთობის ფორმა ამ შემთხვევაში არის დახმარება ჩვენ ამ შემთხვევაში დახმარება არის რამდენჯერ ყოფილა რომ აი ჩვენთან ფსიქოლოგიურ კონსულტაციაზე მოსულ ადამიანი განმარტოთ რას გულისხმობთ როცა ვამბობ დახმარება ეხლა დახმარება ეს არის რომ აქ უნდა ჩაერთოს დაუშვათ სპეციალისტი მიდგომა არის რეალობა ჯერ ჩავთოთ სპეციალისტი ხო ამასთან დაკავშირებით ვთქვათ ნარკოლოგი ჩავთოთ ფსიქიატრები უნდა ჩაერთონ ამ შემთხვევაში, როდესაც უკიდურესი ფორმა არის. და მივიყვანოთ ადამიანი იმ მდგომარეობამდე, როცა ცნობიერებამდე, რომ მან ეს უნდა დაძლიოს. მივიყვანოთ ცნობიერებამდე სხვადასხვა საშუალებები და ეს სხვადასხვა საშუალებები არის საკმაოდ მრავლად. არის ფსიქოლოგიის ტიპის ადამიანები ძალიან ნაკლებად ემორჩილებიან ხოლმე ოჯახის წევრებს სწორედ აი ექიმებთან და ფსიქოლოგებთან. და ეს არის ის შემთხვევა, როდესაც არის სირთულე. როცა გვაქვს ჩვენ რთული ვითარება არის და რითი დავიწყოთ არიანას გორგალის სათავეს რა არის ამ შემთხვევაში როგორ მივაწოდოთ ჩვენ ის რომ ის საჭიროებს დახმარებას თუ ვთქვათ რომ დავიხალე შენგან და ამდენ რაღაცა რა თქმა უნდა ურთიერთობა ჩაკეტილი არის მაგრამ თუ ვეუბნებით და ჩვენს განცდას გადავცემთ და ჩვენს ემოციას გადავცემთ ჩვენ გრძნობებს გადავცემთ რომ ჩვენ ძალიან განვიცდით ყველაფერ ამას და გრძნობს ადამიანის სიყვარულს ამ შემთხვევაში და გრძნობს პიროვნულობას გრძნობს რომ მას ელაპარაკები არა ლოცს არა ნარკომანს, არამედ ელაპარაკები ადამიანს მასში. საყვარელ ადამიანს მასში ელაპარაკებით. ელაპარაკები ადამიანს მასში. ეს უნდა იგრძნოს ადამიანი და სხვათა შორის არც არასოდეს, არც მისალმებაში, არც გამარჯვების თქმაში, არც დამშვიდობებაში არ იქნება მიღებული თქვენი ეს რევერანსები თუ მასში ადამიანს არ ხედა ადამიანთან ურთიერთობ მის მანკიერ მხარესთან კი არა იმ ადამიანთან რომელსაც ეს მანკიერი მხარე აქვს ძალიან დიდი მადლობა ნანა მე ძალიან გული მწყდება რომ ჩვენ უნდა სიამოვნები დიდხანს მოგისმენთ კი აი ეს ესე იგი სიტყვა რასაც ქვია რეკლამა არის უძლეველი ყოველად ჩვენ მასთან ურთიერთობის ხელოვნება დავამყარეთ უკვე მეოთხე სეზონი ასე რომ სხვა გზა ეს არის რეალობის მიმართ აი ესეთი შემგვებლური დამოკიდებულება გვაქვს ასე რომ უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის ჩვენ მაყურებელს პირდებით რომ ქალბატონი ნანა ხშირად იქნება ჩვენი სტუმარი ბევრი საინტერესო თემა და რა თქმა უნდა ქალბატონი ნანას აზრი ამ თემებზე ყოველთვის ძალიან საინტერესოა ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანეთ. კეთილი. და გიბრუნდებით რეკლამის შემდეგ.